მაღალ წნევას ეძახიან ჩუმმკვლელს, რადგან თავიდან არ აქვს სიმპტომები და ეს თავიდან ძალიან დიდი ხანი გრძელდება. წლები არ აქვს სიმპტომები და სინამდვილეში ნელ-ნელა ზიანდება შინაგანი ორგანოები მაღალი წნევისგან. მაღალი წნევა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისე როგორც მილებში ძალიან მაღალი წნევით მოდიოდეს წყალი, ადრე თუ გვიან აზიანებს ან მილებს ან საკეტებს და ვინც ქვედა სართულებზე ცხოვრობს გამოუცდია იმას ხშირად, რომ ბევრად უფრო ხშირად უწევს აი ამ საკეტების შეცვლა, ვიდრე იმათ, ვინც მაღალ სართულზე ცხოვრობს. და თუ წყლის შემთხვევაში ასეა, თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც ბევრად უფრო სათუთი ქსოვილები აქვს, როგორ იქნება მაღალი წნევა რას აკეთებს მიკრო დაზიანებას იწვევს სისხლძარღვებზე მუდმივად. ეს ჩათვალეთ, რომ მუდმივად ტალღები ურტყავდეს სისხლძარღვებს. ეს ერთხელ, ორჯერ ან 10ჯერ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ მუდმივად ჩვენი გული იკუმშება მილიონობით წლების განმავლობაში და ეს ტალღები წარმოიქმნება სისხლში მილიონობით და ეს მილიონობით დარტყმა სისხლძარღვებს აზიანებს დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მეტიც მუდმივად გულს დაძაბული მუშაობა უწევს და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად იძაბება გულის კედელი ზიანდება დროთა განმავლობაში და რო ზიანდება ის მერე აღდგება ისე რომ უფრო და უფრო ძლიერი ხდება თავიდან გული, რომ უფრო და უფრო კარგად შეიკუმშოს, მაგრამ რაღაცა ზღვარს მიაღწევს და მერე უკვე მუდმივად გული შიმშილობს, ანუ გული იზრდება ზომაში, უფრო ძლიერდება, მაგრამ გულის კვება სათანადო არ არის, სისხლძარღვები ვერ მიყვება სათანადოდ და გული მუდმივად შიმშილობს. გული რო შიმშილობს, შემდეგ გულის უჯრედები კვდება. გულის უჯრედები რო კვდება, მის ჩამნასვლებელი უჯრედები მოდიან, მაგრამ ის უჯრედები უკვე გულს იმ ფუნქციას ვეღარ უსრულებენ, რასაც ის რაც მოკვდა ის უჯრედები, ანუ გულს გვაქვს კუნთის ფუნქცია უნდა შეიკუმშოს რითმულად, ტუმბოს ფუნქცია უნდა შეასრულოს. ეს ფუნქცია იკარგება გულის და ფიბროზული ქსოვილით იზრდება გული რეალურად, ანუ იმ ქსოვილით, რომელიც აღარაფერს არ აკეთებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ გული არის გადიდებული, აღარ იკუმშება ეფექტურად და ადამიანს ემართება გულის უკმარისობა და ეს ყველაფერი გააკეთა მაღალმა წნევამ. მაღალი წნევა იწვევს უმეტესად ინსულტსაც, გაგიგიათ ალბათ ტვინში სისხლი ჩაექცაო, პირდაპირ კავშირშია ბევრ შემთხვევაში მაღალ წნევასთან და მეორე, რომც არ ჩაექცეს, იშემიური ინსულტიც ხშირად ასოცირებულია მაღალ წნევასთან, თირკმელების უკმარისობაც ასოცირებულია მაღალ წნევასთან, თირკმელების დაავადებაც ასოცირებულია მაღალ წნევასთან. და ეს არ არის უბრალოდ რიცხვები, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ რიცხვების თაყვანისმცემელი არ უნდა გავხდეთ, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა 134, 80 გვაქვს თუ რაღაცა ასე. მაგას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ის, რომ ნელ-ნელა ორგანიზმი ზიანდება აი ამ რიცხვებისგან, ამიტომ არის, რომ უნდა ვეცადოთ, რომ წნევა ქვევით ჩამოვიყვანოთ, თუ მაღალია, მეტიც მაღალი წნევა რთავს მანკიერ წრეს და ამ მანკიერ წრეზე დაყავს ორგანიზმი, რაც უფრო მაღალი წნევა აზიანებს სისხლძარღვებს, როგორც გითხარით, სისხლძარღვები რო ზიანდება, მთელი ორგანიზმის სისხლძარღვები ზიანდება ნელ-ნელა, მათ შორის ზიანდება თირკმლის. თირკმელი ერთ-ერთი მთავარი ტესტივით არის ჩვენი ორგანიზმისთვის, რომელიც ამოიცნობს იმას, რომ როგორი სისხლის მოქცევა ორგანიზმში, იმიტომ რომ თირკმელს შეუძლია გამოიმუშაოს ის ნივთიერებები, რომელიც პასუხისმგებელია წნევის აწევა-დაწევაზე და თუ კი თირკმლის სისხლძარღვები ზიანდება, ისინი ვიწროვდება და რო ვიწროვდება, თირკმელი კარგად აღარ იკვებება, მიუხედავად იმისა, რომ წნევა მაღალია ორგანიზმში, თირკმელი მაინც არ იკვებება კარგად და თირკმელს გონია, რომ სისხლის დანაკლისი აქვს, ამიტომ გამოყოფს ნივთიერებებს, რომელიც პირიქით წნევის მომატებას
ხტებას იწვევს და წნევა მეტად მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ისედაც მაღალი წნევა აქვს, თირკმელი კიდე აძლევს ბრძანებას ორგანიზმს, რომ წნევა მოუმატეო და ასე კიდე უფრო მეტად იზრდება წნევა. ანუ ეს ძალიან ცუდი მანკიერი წრეა, რომელიც ამ წნევამ სისხლძარღვები დააზიანა და თირკმელში სისხლი ვერ მიდიოდა კარგად და თირკმელმა კიდე წნევა მოუმატა ის წნევა, რომელმაც თირკმლის სისხლძარღვები დააზიანა, ანუ ეს მანკიერი წრე ტრიალებს და აუარესებს მდგომარეობას დროთა განმავლობაში. და რა თქმა უნდა, ამას მოყვება ბოლოს თირკმლის უკმარისობა. თირკმლის უკმარისობას, როცა რაღაცა ორგანოს უკმარისობას გულისხმობს, ნიშნავს, რომ ჯამში ამ ორგანოს სიკვდილი მოყვება რაღაც დროის მერე. ამიტომ წნევა ძალიან საშიშია, წნევას ყურადღება ჭირდება და იტყვიან ადამიანები რამდენად ხშირად იწვევს რამე სერიოზულ წნევა და სიკვდილის უმეტესობა ჯამში დაკავშირებულია წნევასთან. თირკმის ყოველ მესამე ადამიანს 30 წლის ზევით წნევა აქვს მთელს მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია წნევა და ადამიანები ამის დიაგნოზს ვერ სვამენ ხშირად. და აქ არის მთავარი კითხვა, რომ რამდენია ნორმა წნევა, რამდენია იდეალური წნევა და საით უნდა გავაკეთოთ სწორება. 180-ზე ორგანოები არ ზიანდება, ამიტომ ეს კარგ წნევად მიიჩნევა, ამიტომ თუ 180-ზე გაქვთ ჩათვალეს, რომ ძალიან კარგია, მთავარია არ იყოს მეტი. წნევის გაზომვისას შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რა თქმა უნდა, უნდა იჯდე, დასვენებული იყო რამდენიმე წუთის მინიმუმ, არ უნდა ილაპარაკო, შარდის ბუშტი სავსე არ უნდა გქონდეს, თორე შეიძლება მაღალი მაჩვენებელი აჩვენოს ცრუთ, მოსვენებულ მდგომარეობაში იყო, რომელ ხელზეც იზომავის დაყრდნობილი უნდა იყოს გულის დონეზე სასურველია და რამდენჯერმე უნდა გაიზომო, რამდენჯერმე გულისხმობ რამდენიმე დღის მიყოლებითაც, ცოტა ხნით ადრე კოფეინი ან ალკოჰოლი არ უნდა გქონდეს მიღებული, მნიშვნელოვანია ესენი, რომ შეცდომა არ იყოს და ანერგულებული არ უნდა იყო და ძლიერ სტრესში არ უნდა იყო, თორე არასწორად აჩვენებს, როცა გაიზომა. ნორმა 120 ქვევით უნდა იყოს. 120-დან 130-მდე როგორ იტყვიან ადამიანები რა ხდება ამ დროს, პირდაპირ არ ისმევა დიაგნოზი 125-ზე მაგალითად, რომ შენ წნევა გაქვს და რამე სერიოზული მკურნალობა გჭირდება, მაგრამ 125 თუ რეგულარულად აქვს ადამიანს ან 130, ეს ნიშნავს, რომ ყურადღება მისაქცევია, რადგან თუ ყურადღებას არ მიაქცევ, ის აუცილებლად გახდება 130 და 115 და უკვე ეგ წნევად მიიჩნევა. აქვე ვიტყვი ბარემ, ხშირად არის ხოლმე ახალგაზრდა გოგონები, ძირითადად გამხდრები ვინც არიან, მათ აქვთ დაბალი წნევა და ამბობენ, ეშინიათ ზოგჯერ, რომ ხო არ არის, რომ რაღაცა 90-60-ზე მაქვს და იციან, რომ ვიღაცას 140, 90-ზე აქვს და ჩემი ძალიან დაბალი ხო არ არის და რამე ხო არ მომივა, არა, როგორც წესი, როცა ზოგადად ადამიანი ჯამრთელია, ახალგაზრდა ან განსაკუთრებით გოგონები, მათ აქვთ ეს წნევა და ეგ როგორც წესი არანაირ პრობლემას არ უქმნის, არიან თავისთვის და ეგ წნევაც აქვს, ცოტა კიდე უფრო დაბალი აქვს, ზოგს ცოტა მეტი, მაგრამ ჯამში აი ეს 90-60 ხშირად არის ხოლმე ესეთ ადამიანებში და როგორც წესი პრობლემა არ არის, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ ხდება რაღაცა, თუ ადამიანს წნევა არ დაუვარდა რაღაცის გამო. როცა წნევა მიდის 130 და მეტი, ეს უკვე მიიჩნევა პირველი ხარისხის ჰიპერტენზიად, ანუ მაღალ წნევად მიიჩნევა და ყურადღება ჭირდება, ყურადღება რეალურად ჭირდება 120 თუ 10-ლდა მაშინაც და ქვედამაჩვენებელი 80 თუ 10-ლდა მაშინაც. არის ხოლმე კიდე კითხვები, რომ წნევა სხვა ხასიათებს, სიმპტომები და რაღაც ესეთი შეკითხვებია ხოლმე, უმეტესად წნევა სიმპტომები არ ახასიათებს, ან მთელი სივერაგე წნევის ეგ არის, რომ სიმპტომები არ ახასიათებს. განსაკუთრებით დაბალ, ანუ ისეთ წნევაზე, რომ მაგალითად 140-ზე ადამიანების უმეტესობა სიმპტომები არ აქვს. 130-ზე სიმპტომები არ აქვს და არიან ადამიანები, რომელსაც 160-ზე და 180-ზეც არ აქვს სიმპტომები. სიმპტომები ძირითადად იწყება 160-დან
ზოგი ადამიანი ამბობს, რომ აი თავის ტკივილს ვგრძნობ, აი 140 მაქვს თუ არა, ეგრევე თავი მტკივა და დაძაბულობის და დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს და რაღაცები. მათი უმეტესობა კი არ ტყუის, მაგრამ ასოცირებულია ხოლმე ეგ მდგომარეობები სტრესთან ან თავის ტკივილთან. ანუ როგორც წესი არა უშუალოდ მაღალი წნევის გამო ტკივათ ხოლმე თავი ან რაღაცა დაჭიმულობა აქვს, არამედ შეიძლება სტრესი აქვს ან დაძაბვის თავის ტკივილი აქვს და მაგის გამო და უბრალოდ თან აქვს 130 ან 140 და ამას უკავშირებენ ხოლმე. ხო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნამდვილი კორელაცია, მაგრამ ადამიანების უმეტესობის შემთხვევაში 130-ზე, 140-ზე და 150-ზე სიმპტომები როგორც წესი არაა. როცა წნევა ძალიან იმატებს და ცილდება 180 და ქვედამაჩვენებელი 120, ეგ უკვე გადაუდებელი მდგომარეობაა, მაგ დროს გადაუდებელი მკურნალობა საჭირო და გადაუდებელი მკურნალობა არ ხდება სახლის პირობებში, თუ გამოვალ სიტუაცია არ არის, აუცილებელია კლინიკაში წასვლა ამ დროს, რადგან ინტრავენურად ვენური გადასხმა უნდა მოხდეს პრეპარატის და თან ერთბაშად დაქვეითებაც არ შეიძლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 180 თუ აცილდება, განსაკუთრებით თუ გულმკერდის მიდამოში ტკივილს გრძნობს ადამიანი, სუნთქვის უკმარისობას გრძნობს, ან ქოშინს, ან სისუსტეს, ან დაბუჟებას, ან მხედველობა გაუარეს და ან ვერ საუბრობს და დაბნეულია, ასეთ დროს შეიძლება ორგანოები დაზიანდეს, შინაგანი ორგანოები, ამას ჰიპერტენზული კრიზი ჰქვია, ესეთ მაღალ წნევას და გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ განსაკუთრებით თუ სიმპტომები აქვს. ყოველთვის ასე არა, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელსაც 180-მდე ადით წნევა და 180 წნევით დადიან და ბევრი ვერც გრძნობს საერთოდ. ანუ და მე გაუზომიათ და 180 მაქვს და ხო შეჩვეულიაო ამბობენ ხოლმე. მაგრამ ეგ ისეთი წნევაა, რაზეც შეიძლება ნამდვილად დაზიანდეს პირდაპირ შინაგანი ორგანოები. თუმცა ამ დროს აი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი ადამიანების უმეტესობას მაინც აქვს ხოლმე, როცა 180 და მეტია. უმეტესად, ამიტომ ყურადღება ასეთ შემთხვევაში სამედიცინო ყურადღება და გადაუდებელი ყურადღება ჭირდება და ანუ სახლში მკურნალობა მაგისი არ ხდება, ამას ხაზი მინდა გაუსვა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი დაზიანება მოხდეს ორგანიზმის ესეთ მაღალ წნევაზე, რომ გამოუსწორებელი იყოს და ხო შეიძლება რომ 95% შემთხვევაში არაფერი არ მოხდეს, მაგრამ ის 5% იმდენად სერიოზული იყოს, რომ ადამიანს სიცოცხლე დაუჯდეს. ამიტომ ჰიპერტენზიული კრიზი როცა აქ ადამიანს და ესეთი მაღალი წნევა აქვს, ჯობია რომ ჰოსპიტალური მკურნალობა ჩაიტაროს. კი არ ჯობია, მკაცრად რეკომენდირებულია. ეხლა ვთქვათ თუ მაგალითად 120-დან 129-მდე, 130-მდეა, რას ვაკეთებთ ამ დროს? ამ დროს მნიშვნელოვანი მკურნალობა არ ჭირდება, ანუ 130-მდე თუ 120-დან 130-მდე, უბრალოდ ვცდილობთ რომ დავადგინოთ რა არის მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს უბრალოდ რომ ადამიანი ძალიან დუნე ცხოვრების წესით ცხოვრობს და მისი ორგანიზმი მიდის ჰიპერტენზიისკენ, შეიძლება იყოს რომ მარილის იღებდეს ბევრს და აქ უნდა აღვნიშნოთ ფარული მარილის მიღება. ფარული მარილის მიღება არის ფენომენი, როცა იტყვის ადამიანი, რომ მე ზედმეტს არაფერს არ ვიღებ მარილს, უბრალოდ ჩვეულებრივ ჭამს საჭმელს, მაგრამ თუ კი დაითვლი და თუ კი დეტალურად დაითვლი, ეს ადამიანი საკვებით იმდენ მარილს იღებს, განსაკუთრებით პროცესირებული საკვებით დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს და იმდენ ნატრიუმს იღებს, რომ მის დღიურ ნორმას ბევრად აჭარბებს. და მარილი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აი ესე ცოტათი წნევის აწევის ხოლმე. მარილი წყალს აკავებს ორგანიზმში, წყალს აკავებს სისხლძარღვებში, სადაც მარილია, იქ არის წყალიც, მოკლედ და რაც მეტი მარილი და წყალია, მით მეტად იმატებს წნევა. და ამ დროს 120-დან 130-მდე საუკეთესო მკურნალობა არის მარილის შემცირო, იმიტომ რომ მარილი ქვევით წევს წნევას, მარილის შემცირება როგორც წესი საკმარისია ხოლმე და ვარჯიში დღეში 30 წუთიდან 1 საათამდე არის მნიშვნელოვანი და ვარჯიშით, წონაში კლებით და მარილით როგორც წესი ეს წნევა რეგულირდება თავისით. რაც შეეხება კოფეინზეც არის ხოლმე ხშირად კითხვები, რომ აი ყავის მიღება და წნევა როგორ არის ერთმანეთთან. ყავას შეუძლია კი რომ წნევა გაზარდოს დროებით ცოტა ხანი და 5 მაჩვენებლით,
მაგალითად დაახლოებით 5-ით, დროებით 1 საათით თქვათ, ან 2 საათით და მე ისევ დაბრუნდება ნორმაში. ამიტომ ზოგ ადამიანთან საერთოდ არ მოქმედებს ეს, ანუ ყავას სვამს, მაგრამ ის წნევას არ ზრდის. მაგრამ ზოგი ადამიანის შემთხვევაში მოქმედებს და თუ მოქმედებს და ისევ უკან ბრუნდება და შენ ნორმაში გაქვს წნევა, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება ვთქვათ 120-80-ზე გავთქვათ და ყავა დალია და 2 საათით გახდა 125 ან 127 და მე ისევ 120-ზე დაბრუნდა, ეს მიიჩნევა რომ არის ნორმა და ეს პრობლემა არ არის. მაგრამ თუ ადამიანს 160 აქვს წნევა და ყავა დალია და 170 გახდა, ეს არ არის ნორმა და რა თქმა უნდა ამ ადამიანმა ყავა არ უნდა დალიოს და ამ ადამიანმა კოფეინი რა თქმა უნდა არ უნდა დალიოს. ასეთ დროს პირველი ჩვენი მიზანი არის რომ წნევა დავწიოთ, წნევა დავარეგულიროთ და მე კი ხო შეიძლება დალიოს ყავა და მე ის შეიძლება რამდენიმე მაჩვენებლით მოუმატოს, ისევ დაიკლება და ნორმაში დაიკლებს და ნორმაში იქნება. მაგრამ თუ კი წნევა უკონტროლოა, მაშინ რა თქმა უნდა კოფეინი, ალკოჰოლი უნდა მოერიდოს ადამიანი მნიშვნელოვნად. გაზომვამდეც ყავა არ უნდა დალიო, თორე ყავას თუ ახალი დალეული გაქვს, შეიძლება მეტად გაჩვენოს წნევა, ამიტომ ესეც ყურადსაღებია. ახლა რა ხდება თუ კი 130 ზევით ავიდა? 130 ზევით უკვე ოფიციალურად არის გამოცხადებული ჰიპერტენზია. ადრე ასე არ იყო ხოლმე, მაგრამ ახლა მიიჩნევა რომ 130 ზევით ჰიპერტენზია, პირველი ხარისხის ჰიპერტენზია და 130 ზევით მიჩნეულია რომ ორგანოების დაზიანება ნელ-ნელა მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენი მიზანი, წნევის დაკლების მიზანი ყოველთვის არის რომ 130 ქვევით შეინარჩუნო, 130, 80 და ქვევით. თუ კი 130 აქვს, ანუ 115 მაგალითად, ანუ 119-მდე, 130 და 140-მდე თუ აქვს, რა უნდა ვქნათ მაგ დროს? არ არის აუცილებელი მაგ დროს წამალი, როგორც წესი, ისე ვარჯიში, წონის კლება, ნაკლები მარილის მიღება, როგორც წესი ამ დროს საკმარისია ხოლმე, განსაკუთრებით თუ ადამიანს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები, თუ გულის დაავადება აქვს, თუ ორგანოების დაავადება აქვს, შეიძლება უფრო მაგ დროს მნიშვნელოვანი იყოს და მედიკამენტებიც დაჭირდეს 130-ზე, 115-ზეც და 140-ზეც, მაგრამ თუ კი ზოგადად სხვა მხრივ ჯანმრთელია ადამიანი და მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები არ აქვს, მაშინ წონის კლება, ფიზიკური აქტივობა, მარილის შემცირება, როგორც წესი, აქაც საკმარისია იმისთვის, რომ წნევა ჩამოვიდეს და დარეგულირდეს და ამ ადამიანმა ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს და რისკიც არ ქონდეს გრძელვადიანად ორგანოების დაზიანების. მეორე ხარისხის ჰიპერტენზია დგება უკვე 140 ზევით. ანუ 120 და ქვევით არის ნორმა, 120-დან 130-მდე არის პრეჰიპერტენზია, ანუ ჰიპერტენზია არ არის, მაგრამ კარგიც რო არ არის, ეგ მდგომარეობა. 130-დან 140-მდე არის პირველი ხარისხის ჰიპერტენზია და მეორე ხარისხის ჰიპერტენზია არის 140-დან ზევით, 140-დან 160-მდე და ამ დროს უკვე როგორც წესი ნიშნავენ ხოლმე პრეპარატებს და ყველაზე ხშირად ინიშნება ხოლმე ორი პრეპარატის კომბინაცია. ეს ორი პრეპარატი ალბათ ბევრს გეცნობათ, ლიზინოპრილი, შეიძლება იყოს ენალაპრილი, რამიპრილი და ეს არის დაკავშირებული მეორე პრეპარატთან, შეიძლება კალციუმის არხის ბლოკერებთან ან შარდმდენებთან და როგორც წესი ერთ პრეპარატია გაერთიანებული ხოლმე, ან ეს ორი პრეპარატი ცალსაკე ინიშნება დაბალი დოზებით იმისთვის, რომ წნევა დაარეგულიროს და წნევა დაწიოს. ასევე უფრო ახალი პრეპარატები არის რეალურად ესენი ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერები, მაგალითად ლოსარტანი, ვალსარტანი და ხშირად არის ხოლმე კომბინაციაში კალციუმის არხის ბლოკერებთან, ესენი მაგალითად ამლოდიპინთან, ნიფედიპინთან და ან ცალსაკეც იღებენ ხოლმე, მაგალითად შესაძლებელია რომ მხოლოდ კალციუმის არხის ბლოკერი მიიღოს, ან მხოლოდ ადამიანმა ის AGF ინჰიბიტორები მიიღოს, ანუ დამოკიდებულია მდგომარეობაზე, დამოკიდებულია ექიმზე, შესაძლებელია რომ იცადოს სხვა ვარიანტები, რომელიც ყველაზე კარგად დაარეგულირებს წნევას, იმაზე გაჩერდნენ და თიაზიდური შარდმდენებია კიდე ყველაზე მთავარი ამ დროს, აი ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი და ეგეთი. ხო, შარდმდენები მარტო შარდმდენს არ ადენს, მათ სხვა მნიშვნელობაც აქვს, შეუძლია აქვთ უნარი შარდმდენებს, ზოგიერთ შარდმდენს, რომ სისხლძარღვები გააფართოვოს და მაგითაც წნევა დაარეგულიროს, გარდა იმისა, რომ
ნატრიუმს გამოდევნის და წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან და ასე შეამცირებს წნევას. ყველაზე ხშირი კომბინაციები მაინც არის ხოლმე ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერებს პლუს კალციუმის არხის ბლოკერები ძალიან ხშირია. ეს მაგალითად ვალსარტანი პლუს ამლოდიპინი ძალიან ხშირი კომბინაციაა. და მეორე ხშირი კომბინაცია არის ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერი პლუს დიურეტიკები, შარდმდენები. ესეც მაგალითად ლოსარტანი პლუს ჰიდროქლორთიაზიდი, ან ვალსარტანი პლუს ჰიდროქლორთიაზიდი. და აი ენაპ აში რო არის ხოლმე ის აში არის ხშირად ჰიდროქლორთიაზიდი და კიდე სხვა წამლებში ან კომბინაციები მოკლედ ძალიან ხშირია. და ეხლა ვთქვათ რა ხდება და რა უნდა ვქნათ მაშინ როცა 180 ზევით არის და ძალიან მაღალია ისა წნევა. ამ დროს როცა ესეთი ძალიან მაღალია მოკლედ არის აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა, ანუ სახლში რო ჩემით გავაკეთო რაღაცა, ეგ არ არის რეკომენდირებული, არ შეიძლება, რადგან მნიშვნელოვანია რომ წნევა ნელ-ნელა დაიწიოს. ნუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ის არის რომ დაждდეს და მშვიდად და ნელა ისუნთქოს იმისთვის რომ სუნთქვამ სიმპათიკური ნერვული სისტემა დაარეგულიროს და გააქტიუროს მეტად და ეს წნევას ცოტა ქვევით დაწევს. ამის გაკეთება თუ სიმპტომები არ აქვს, რა თქმა უნდა, ხა. თუ სიმპტომები აქვს, მაგალითად ვეღარ ხედავს ეს ადამიანი, ან ვეღარ საუბრობს, ან თავი ძალიან ძლიერად ესხმის, ან დაბუჟება აქვს ხელებში, ფეხებში, ან წაერთვა ხელი ან ფეხი ან რაღაც, ეს თუ ინსულტის სიმპტომები აქვს, ან გულმკერდის მიდამოში ძლიერი ტკივილი აქვს და ვეღარ სუნთქავს, ან სუნთქვის ქოშინებს ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მაგ დროს სხვა ალტერნატივა არ არის. აუცილებელია ინტრავენურად პრეპარატების მიწოდება და ასევე დოზირება იქ ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ კეთდება ჰოსპიტალურ პირობებში. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა აი წნევა მამიწია მაგალითად, ყველაზე ხშირად რასაც და ნუ სიმპტომები არ აქვს, ოღონდ მაგ დროს ადამიანს თორე თუ ახლა ინსულტის ან ინფარქტის სიმპტომები აქვს და წნევა ამიწია, იქ სულ სხვა პრიორიტეტებია და რა თქმა უნდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო, მაგრამ თუ კი უბრალოდ წნევა ადის ხოლმე ზევით და ანუ ისე ზოგადად დარეგულირებულია, მომენტალურად წნევა მაუწია, ეგეთ დროს არის ხოლმე ყველაზე ხშირად კაპტოპრილს იყენებენ ხოლმე და ამიტომაცაა კაპტოპრილი ესე ცნობილი, რომ იციან, რომ აი კაპტოპრილი წნევას უცებ ქვევით წევს, მალე მოქმედებს და მალე garდის მოქმედების დრო. ანუ კაპტოპრილზე ადამიანი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მოკლე მოქმედება აქვს. და ლაბეტალოლ არის კიდე ეგ პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ასევე, ეგ არის უკვე ისა ბეტა ბლოკერია, რომელიც განსაკუთრებით თუ არის მაღალი წნევა და ჩქარი პულსი და ეს ადრენალინის გამო აქვს ადამიანს, მაგრამ აი ეგ მან ყურადღებაა საჭირო, რადგან ასთმის დროს არ შეიძლება ეგ ბეტა ბლოკერები და შეიძლება გამოიწვიოს პულსის ძალიან შენელება და მოკლედ ყურადღება მან საჭირო და ამიტომ ახლა რომ ხალხმა უფრო მეტად იცის ისა კაპტოპრილი, რომ აი კაპტოპრილი დალია და კლონდინს გამოიყენება ხოლმე ხშირად, მაგრამ ეგ არ არის ყველაზე უსაფრთხო არჩევანი, ყველაზე უსაფრთხო არჩევნად მიიჩნევა ხოლმე კაპტოპრილი, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ადამიანს მაღალი წნევა, განსაკუთრებით 180 ზევით თუ ადის, მაშინ ჰოსპიტალური მკურნალობა ჭირდება და მაგას ალტერნატივა არ აქვს და მათ შორის არც ფეხების ცხელწყალში ჩაყოფა, არც ღრმა სუნთქვა და ნელი სუნთქვა და არც კაპტოპრილი, მაგ დროს საჭიროა ჰოსპიტალური მკურნალობა კიდევ ერთხელ, მაგრამ თუ კი უბრალოდ წნევა მაუწია ადამიანს და ზოგადად დარეგულირებული აქვს, მაგ დროისთვის არის ხოლმე რომ ეუბნებიან რომ აი ჩართე კაპტოპრილიც. როცა წნევა ძალიან მაღალია, მნიშვნელოვანია რომ ადამიანი იყოს სიმშვიდეში, დაждდეს, არ დაწვეს, დაждდეს ჩუმად, შვიდად, ფეხები ედოს იატაკზე, სწორად და ისუნთქოს ღრმად და ნელა, ანუ ნელა ამოისუნთქოს, ჩასუნთქვაზე უფრო ნელი უნდა იყოს ამოსუნთქვა. ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც დროის მერე კიდევ ერთხელ უნდა გაიზომოს წნევა. და ასევე შარდი არ უნდა იყოს შარდის ბუში, თორე ეგ წნევას კიდე ზევით წევს, ანუ შარდის ბუშტი უნდა დაიცავს.
ხო, ну, რა თქმა უნდა, ამ დროს როცა მაღალი აწნევა კოფეინი არ უნდა მიიღოს, არ უნდა მოწიოს, არ უნდა ივარჯიშოს მაგ დროს. ნელი და ღრმა სუნთქვა მნიშვნელოვნად ეხმარება და უნდა დამშვიდდეს ადამიანი ყველაზე კარგი მკურნალობა მაგ დროს ეგ არის. და რა თქმა უნდა, გადაუდებელი სამიცნო დახმარება თუ კი წნევა 180 ზევით მიდის და ეს არის ჰიპერტონული კრიზი. და ბოლოს, ყველაზე მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ, რომ წნევას მკურნალობა ჭირდება აუცილებლად, რომ წნევა 130 ქვევით უნდა შევინარჩუნოთ, თუ გინდა რომ შენი ორგანიზმი და შენი შინაგანი ორგანოები არ დაზიანდეს, წნევა 130 ქვევით უნდა შეინარჩუნო რეგულარულად. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები და ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში, ვიდეოს აღწერაში. ვისაც არ გაქვთ საშუალება, ეგ არ არის პრობლემა, ნებისმიერი აქტივობა დალაიქება და კომენტარება, ნებისმიერი აქტივობა თქვენი დაეხმარება არხის განვითარებას. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.